20 წელი სილამაზის სამსახურში წარმოშობით უკრაინელი ლუდმილა ოდიშელიძე თავისი პროფესიით პოპულარული გახდა. საკუთარ საქმეზე შეყვარებული სპეციალისტისთვის ხარისხი უმნიშვნელოვანესი არის. გიორგი ბაღანაშვილის სიუჟეტი. ეს მშვენიერი ქალბატონი წარმოშობით უკრაინელი ლუდმილა ოდიშელიძეა. საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. ერთი შეხედვით უბრალო, პოპულარული კი პროფესიის წყალობით გახდა. 20 წელია ადამიანების ფრჩხილების მოწესრიგებაზე ზრუნავს. სირთულეების მიუხედავად საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებულია. კომფორტულად სწორედ მაშინ გრძნობს თავს, როცა მომხმარებლის გაღიმებულ სახეს ხედავს. დღესდღეობით მუშაობ პედიკურ მანიკურზე. 20 წელია რაც პედიკურზე მუშაობ. დავიწყე მცირე მუშაობით. ამჟამად რთულ ფეხებს ვაწესრიგებ, ზოგჯერ მეუნებია რომ მკურნალობ და არა მკურნალობ, მარტო ვაწესრიგებ. ძალიან ბევრი მომდიან მოხუცები, ძალიან რა ვიცი, მაყოფილები მიდიან, ბავშვებიც მოყავთ, მოზარდებიც მოდიან. ანუ ვისაც პრობლემა აქვს. ვაკეთებ ანესტეზიის გარეშე, მე არა მაქვს უფლება რომ ანესტეზია გავაკეთო. და ვმუშაობ პედიკურზე, ისა მანიკურზე ვმუშაობ უკვე 2013 წლიდან. რომ პირველი შილაკი მე მქონდა. რამდენად რთულია თქვენი პროფესია? იცით რა არის, რთული არ არის. მიყვარს. აი ბევრს უთქვია რომ ყოლია ისეთი კლიენტები რომ როგორ გულიანად აკეთებ. ეს თუ არ გიყვარს შენი პროფესია გულიანად ვერ გააკეთებ. ამიტომ არა ვთვლი რთულად. უბრალოდ რთულია რომ ვერდები. პროფესიით მასაჟისტია, სამედიცინო კურსები უკრაინაში გაიარა. თავდაპირველად სწორედ ამ სფეროში მოსინჯა ძალები, თუმცა გარკვეული პრობლემებიდან გამომდინარე საქმიანობის შეცვლა მოუწია. გურჯაანში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, ამბობს, რომ პროფესიონალიზმთან ერთად მომხმარებლის სიმრავლეს კარგი მომსახურება განაპირობებს. მარტო პროფესია არ არის, რა თქმა უნდა მოსწონთ ჩემი პროფესიაც, ხმაყოფილები არიან, მაგრამ ურთიერთობაც კლიენტთან, პაციენტთან არცი როგორ დავარქვა. მოსწონთ, ბევრი მყავს ძალიან მასწავლებლები, მედიკები მყავს ძალიან, ექიმები, მოზარდებიც მოდიან. მამაკაცებიც დღევანდელ დღისთვის ზოგს ძალიანერიდება მამაკაც, მაგრამ მოდიან იწესრიგებენ. ძალიან მე მოხარული ვარ, რომ შემოსულია კულტურა, რომ იწესრიგებენ. ძალიან ახალგაზრდა გოგონებიც იკეთებენ შილაკს, ფეხზეც, ხელზეც მოსწონთ. აქცენტი ძალიან ბევრი მომხმარებელი ყავთ. მოთხოვნადია თუ არა თქვენი პროფესია ზოგადად? კი. ეხლა ხალხმა წინათ ერიდებოდათ, იცით ის გაფუჭებული ფრჩხილი რო ქონდა, რომ ეჩვენებინა მოსულიყო, მაგრამ ეხლა ძალიან ბევრმა გაიგო, ძალიან ბევრი მოხარულია მაგით, რომ უწესრიგებ მაგას და მოდიან, აი გადავიდა ერთმანეთს. ურეკავენ ერთმანეთს, კითხულობენ, არის თუ არა ესეთი პროფესია და მოდიან ჩემთან. საკუთარ თავზე საუბარი უჭირს, მთავარია მომხმარებელს მუდამ კარგ ხასიათზე დახვდეს და ღიმილით მოემსახუროს. რჩევა დარიგების მიცემასაც არ ერდება. როგორც თავად ამბობს, საქმის დროს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. ეხლა ცოტა მიჭირს მე ჩემი თავის შექება, არ მიყვარს საერთოდ. მირჩევნია რომ სხვა შემავხოს. ჯერჯერობით ჩემი ხელით ვიკეთებ. პედიკურს ვისუფთავებ და რომ გითხრათ რომ ლაქს ვისვავ, არც შილაკს და არც ჩვეულებრივ ლაქს. იმიტომ ხელთათმანში ჩვეულებრივი ლაკი ფუჭდება, შილაკი მიფუჭებს ძალიან ჩხილებს. უბრალოდ მაქვს მოწესრიგებული სუფთა ხელი. კლიენტთან ბევრს არ ავლაპარაკობს, ბევრს მოსწონს, რომ ჩემ საქმეში ვარ ჩაფლული და რა ვიცი, მაყოფილები არიან ყველა და მეც მაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით. ჩემი პროფესია მიყვარს ძალიან. ფსიქოლოგთან წასვლას ჯობია წახვიდე პედიკურშესთან, ან მანიკურშესთან. აი ბევრი იცით როგორ წყნარდებიან. ბევრი თავის ოჯახის ამბავს გიყვება. ეხლა მეც რაღაცა ჩემი გამოცდილებიდან, ეხლა 67 წლის ქალბატონი ვარ. რაღაცა ჩემ გამოცდილებიდან მოუყვები ისა და აი ესე ვარ. სანამ ჯანმრთელობა ხელშეუწყობს ამ სფეროში იქნება მისთვის ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. სწორედ ამიტომ ცდილობს, რომ გამუდმებით განვითარდეს და ამ ეპოქის სიახლეებს აუბას მხარი.